მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმებით დამსწრე საზოგადოებას. Ქორუმი გვაქვს, დღის წესრიგი წარმოდგენილია, ორი საკითხი გვაქვს განსახილველი. ჩვენი კომიტეტი აღნიშნულ საკითხებს იხილავს სავალდებულო წესით და გთხოვთ დავამტკიცოთ წარმოდგენილი დღის წესრიგი. მადლობა. პირველი საკითხი გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებულ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. სავალდებულო წესით იხილავს კომიტეტი, როგორც გითხარით, დაჩქარებული წესით მოხსენებელი გახლავთ საქართველოს იუსტიციის მოადგილე ბატონი გიორგი დგებოაძე. გთხოვთ ბატონო გიორგი. მოგესალმებით, დიდი მადლობა. თქვენ როგორც მოგეხსენებათ, კანონ პროექტის შემუშავება განპირობებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სარგებლობაში არსებული ელექტრონული დოკუმენტების საბეჭდი ტექნიკისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის პერსონალიზაციის პროგრამული უზრუნველყოფის ტექნოლოგიისა და მისი ფუნქციონალის განახლების აუცილებლობით, რადგან ისინი ბოლო პერიოდში სრულად ვერ პასუხობდნენ თანამედროვე გამოწვევებს. კანონ პროექტი შესაბამისად ეხება საქართველოს კანონში, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის, ბინადრობის, მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ შესაბამისი ცვლილების განხორციელებას, ვინაიდან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების რეკვიზიტები და მათი გაცემის პროცედურები და ამ პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები სწორედ ამ კანონშია გაწერილი. ახალი პირადობის დოკუმენტები და მათი ტექნიკური მახასიათებლები სრულად უპასუხებს თანამედროვე გამოწვევებს და კიდევ უფრო დაცული და უსაფრთხო იქნება. ამ მხრივ საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის, აგრეთვე დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობისათვის მნიშვნელოვანია ტექნოლოგიურად გაუმჯობესებული ახალი თაობის მიკროსქემისა და დოკუმენტების ახალი დიზაინის დანერგვა, დამატებითი დამცავი ნიშნებით, რომლებიც არსებითად იქნება აგებული არსებული მიკროსქემისა და დოკუმენტების მახასიათებლებისგან უკვე არსებული მახასიათებლებისგან იქნება განსხვავებული და უფრო თანამედროვე ხასიათის და თანამედროვე გამოწვევებს უპასუხებს. დოკუმენტებს უნდა დაემატოს ახალი რეკვიზიტები, კერძოდ აქ საუბარია მოწმობის წვდომის კოდზე, რომელიც უკონტაქტო მიკროსქემიდან მონაცემთა ამოკითხვისათვის გამოიყენება და ასევე საუბარია ეგრეთ წოდებულ QR კოდზე, რომლის მეშვეობით პირს შეუძლია გადაამოწმოს ინფორმაცია დოკუმენტის ან მისი მფლობელის შესახებ. ამ QR კოდზე შესაძლებელია განთავსდეს ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორიც მაგალითად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, სტუდენტის სტატუსი და სხვა დაკავშირებული ინფორმაცია. მნიშვნელოვანი აგრეთვე კანონით განისაზღვროს, რომ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი შეიცავს თითის ანაბეჭდს, რაც უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს დაამკვიდრებს და გაყალბებისგან დოკუმენტის დაცვის ხარისხს გაზრდის. მიზანშეწონილია გარდა კანონით განსაზღვრული საფუძვლებისა, რომლებიც ჩვენ მკაცრად გვაქვს გაწერილი, დაინტერესებული პირი უფლებამოსილი იქნება შეცვალოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი თუ დოკუმენტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე დარჩენილი იქნება 6 თვეზე ნაკლები პერიოდი და თქვენ იცით ეს მათ შორის არის სავალდებულო მოთხოვნაც, ეგრეთ წოდებული სავალდებულო მოთხოვნა რიგ ქვეყნებში შესვლისთვის თვითონ კონკრეტული ქვეყნები მაქსიმალურად ყურადღებას აქცევენ პასპორტის მოქმედების ვადას. კონკრეტულად თქვენთვის რაც მნიშვნელოვანია, ეს არის თავდაცვის კოდექსის თანახმად შეიცვალა სამხედრო აღრიცხვაზე უფლებამოსილი ორგანო, თქვენ როგორც მოგეხსენებათ, რომელსაც სააგენტო აწვდის სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის რეგისტრაციის ან რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღს და რეგისტრაციის ახალ მისამართს მისი არსებობის შემთხვევაში.
შესაბამისად კანონში არსებული ჩანაწერი შესაბამისობაში მოდის თავდაცვის კოდექსთან, თუ ადრე იყო გაწერილი კანონში მუნიციპალიტეტები, აქ ჩვენ უკვე კონკრეტული დათქმა არ გავაკეთეთ, ზოგადი მითითება გავაკეთეთ და ვიმოქმედებთ, რა თქმა უნდა, თავდაცვის კოდექსის შესაბამისად. ანუ აქ წმინდა ტექნიკური ხასიათის ცვლილება არის. და კანონპროექტის მიღება ძალიან მოკლედ ასევე გეტყვით, რომ არ უკავშირდება აუცილებელი ხარჯების გამოყოფას, უკვე მნიშვნელოვანი ხარჯები უკვე გაწეული არის მათ შორის სააგენტოს ბიუჯეტიდან. მადლობა ბატონო გიორგი, აშკარად წინ გადადგმული ნაბიჯია, ძალიან ბევრ ქვეყანას არ აქვს ეს დღეს და კარგია რომ ჩვენ ყოველთვის ძალიან დიდი პროგრესით მივდივართ აღნიშნულ საკითხში. მე მაინც მინდა საზოგადოებისთვის რომ უფრო მკაფიო იყოს დღევანდელი კანონპროექტის განხილვა ვთქვათ. ეს ძალიან მოკლედ QR კოდის დამატება გასაგებია პირადობის მოწმობაშიც, ასევე პასპორტზე. ეს ეხება და სავალდებულოა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დღეს სარგებლობენ ვადიანი მოწმობებით, თუ არ ეხება. დიახ, დიდი მადლობა. მადლობა ამ კითხვისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეებისთვის თავაზუსტებ, რომ ახალი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ამოქმედება არ იწვევს ძველი დოკუმენტების გაუქმებას. ჩვეულებრივ ჩვენი მოქალაქეები ისარგებლებენ ამ დოკუმენტებით იმავე ვადით, რავადაც არის მათ მოწმობაზე მითითებული და როდესაც ეს ვადა ამოეწურებათ, მათ ექნებათ შესაძლებელი უკვე ახალი მოწმობა მიიღონ. მადლობა. კითხვები თუ არის? ქალბატონი სოფო. მოგესალმებით. მადლობა რომ ესეთი კანონპროექტი წარმოგვიდგინეთ. კითხვა მაქვს ერთი, ნახეთ, მე-11 პუნქტი რომ გაქვთ, იქ ნახეთ მე-11 პუნქტი. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა ელექტრონული მატარებლის შემცველობის გარეშე შესაძლებელია გაიცეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში. და მოქმედების ვადა არის 1 წლით. აი რა იგულისხმება, შეგიძლიათ მითხრათ ეს განსაზღვრული შემთხვევები, რა ტიპის შემთხვევები იგულისხმება? გასაგებია კანონქვემდებარებაში იქნება ალბათ გამარტებული, მაგრამ რა ტიპის შემთხვევები იგულისხმება? ეს ერთი, იგივე არის მე-11 პუნქტის მე-12-ში, როდესაც თითის ანაბეჭდზე როცა არის საუბარი, გასაგებია ჯანმრთელობის მდგომარეობა, ფიზიკური მდგომარეობა, ან სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული სხვა მიზეზების გამო, რა მიზეზები იგულისხმება და კიდევ ერთი იგივე გვაქვს მე-20 მუხლის მე-6 თითის ანაბეჭდის შემცველობის გარეშე მოკლედ რაღაცა ან სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული სხვა მიზეზის გამო. აი ეს მიზეზები რა არის უბრალოდ მაინტერესებს და ის პირველი. ანუ მეც გამოყვეთ კი ბატონო პირველი რაც შეეხება მე-11 პუნქტს დროებით საიდენტიფიკაციო მოწმობას დღეს ეს გაიცემა ეგრეთ წოდებული ლამინირებული პირადობის სახით და რა თქმა უნდა ეს იქნება უკვე დაცული შესაბამისი ეგრეთ წოდებული პლასტიკური ბარათი და აქ დროებით საიდენტიფიკაციო მოწმობა ჩვენ გავცევთ სპეციალურ პირებს, ისეთ პირებს, რომლებიც სარგებლობენ ტოლვილის სტატუსით, სარგებლობენ თავშესაფრის მაძიებლის სტატუსით, ასევე უკვე ძველი ჰუმანიტარული, მაგრამ დღევანდელი ახალი ტერმინოლოგიით დამატებითი დაცვის მქონე პირის სტატუსით თუ დროებითი დაცვის მქონე პირის სტატუსით და აქ ძირითადი ისეთი განსაკუთრებული ცვლილება ის არის, რომ ანუ ეგრეთ წოდებული პლასტიკური ეგრეთ წოდებული ლამინირებული მოწმობის ნაცვლად ჩვენ უკვე გავცემთ პლასტიკურ მოწმობას და რაც რა თქმა უნდა უფრო მეტად დაცული იქნება და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი. მეორე კითხვა ბოდიში, რომელს მეორე პუნქტი იყო. რეალურად ეს არის, აი სხვა მიზეზები რა არის, აი როდესაც ამბობთ, რომ მაგალითად სააგენტოს თავმჯდომარის კი, ახსოვს. სხვა მიზეზების გამო, სააგენტოს ანაბეჭდის ვალდებულება არის. დიახ, ანუ ეს არის მოგახსენებთ, დღეს არის თითის ასე ვთქვათ, ანაბეჭდი ეს არის, რა თქმა უნდა, უფრო მეტად დაცულს ხდის ჩვენს პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, თუმცა არის რიგი შემთხვევები, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და სხვა გარემოებების გამო
პირი ფიზიკურად ვერ ახერხებს მოსვლას სააგენტოში და ამ დროს არის კონკრეტული შემთხვევები, როდესაც სააგენტოს თავმჯდომარე კონკრეტულ იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული გარემოების იდენტიფიკაციით, რის საფუძველზეც პირი ვერ ახერხებს თითის სააგენტო ვერ ახერხებს და პირიც უშუალოდ ვერ ახერხებს ამ მოსვლას, შეიძლება ეს იყოს სააგენტოს მხრიდანაც შეიძლება იყოს შეუძლებელი მისვლა ამ პირთან თითის ანაბეჭდების სასაღებად და ამიტომ კანონმდებლობა ეს ახალი ნორმა არ არის, ადრეც იყო ეს გაწერილი და ეს ასევე განსაზღვრული არის საერთაშორისო სტანდარტებით. ამ დროს შესაძლებლობა აქვს სააგენტოს თავმჯდომარეს ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღოს კონკრეტული მიზეზის მითითებით, რა თქმა უნდა. მაგალითად, აი შეიძლება იყოს საომარი მდგომარეობაც, მათ შორის შეიძლება ესეთიც იყოს კი ბატონო. მადლობა ბატონო გიორგი. ბატონ თენგის აქვს ერთი კითხვა. წინადადება უფრო. კითხავთ მაქვს წინადადებას, აზრიც მაინტერესებს უფრო სწორად. ხო, ბევრ ჩვენგანს აგვიგრია ამერიკის შეერთებული შტატების ვიზა და თქვენ იცით, რომ 10-ვე თითის ანაბეჭდს იღებენ. ჩვენთან, როდესაც იღებენ 4 თითის ანაბეჭდს. ეხლა ამას რატო ვამბობ? გამოდის, რომ ჩემს სახელმწიფოს ჩემი 4 თითის ანაბეჭდი აქვს მხოლოდ, რამე რომ იყოს იდენტიფიცირებისთვის საჭირო რომ გახდეს და უცხო ქვეყნის სახელმწიფოს აქვს 10-ვე თითის ანაბეჭდი. ამერიკელები პრაგმატული ხალხია და 10-ვე თითის ანაბეჭდი საჭირო რომ არ იყოს, ისინი 4-ს აიღებდნენ. ისინი საჭირო თვლიან, რომ 10-ვე აიღოთ. და დარწმუნებული ვარ, რომ ეს უფრო სწორი მიმართულებაა, იმათ მოდი გამოცდილება აქვს და თქვათ უსაფრთხოებაზე ჩვენზე მეტი აქვს ნაპიკი. არა, მე ვამბობ, რომ ჩვენთანაც ეს 4 თითის ანაბეჭდი არ არის საკმარისი და უნდა იყოს სრული დაქტილოსკოპიური აღწერილობა ადამიანის. ისე ვამბობ, რომ მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ ამერიკელები ერთობიან. რა თუნდაც მაშინ 10-ვე ჩემი თითის ანაბეჭდი. ეს წლებია სულ ამაზე ვფიქრობ და ეხლა მომეცა საშუალება, რომ გითხრათ ამაზე ჩემი მოსაზრება. შეიძლება ახლა ტექნიკურად დღეს ეს მოსახერხებელი არ არის, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, რომ არ შეიძლება ჩემი დაქტილოსკოპიური აღწერილობა უკეთესი კონდეს სხვა ქვეყანას, ვიდრე ჩემ ქვეყანას. ბატონო გიორგი. დიახ, მადლობა კითხვისთვის. ნამდვილად თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეს უსაფრთხოების სტანდარტები უფრო და უფრო იზრდება, უფრო და უფრო იხვეწება და რა თქმა უნდა ჩვენ მივყვებით ამ სტანდარტებს, რა თქმა უნდა, იმ შესაძლებლობის ფარგლებში ერთი მხრივ, რომელიც სააგენტოს გააჩნია, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ რა თქმა უნდა მივყვებით იმ საერთაშორისო სტანდარტებს და იმ ორგანიზაციის მიერ დიახ, ანუ იმ ორგანიზაციების მიერ დადგენილ სტანდარტებს, რომელი ორგანიზაციების წევრი ჩვენ ვართ, ჩვენ სანამ ამ დოკუმენტებს სრულად განვაახლებდით და ახალ სტანდარტზე გადავიდოდით, რა თქმა უნდა, გავიარეთ კონსულტაციები შესაბამისი ორგანიზაციებთან, გავიარეთ ექსპერტიზა, რამდენად აკმაყოფილებს ჩვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების საერთაშორისო სტანდარტებს, მოთხოვნებს და ამ ეტაპზე იგი სრულად აკმაყოფილებს ამ სტანდარტებს და რა თქმა უნდა ჩვენ თქვენს რა თქმა უნდა ამ ინიციატივაზე ვიფიქრებთ და გავაგზავნებთ მუშაობას. ეს შეიძლება ძველი სტანდარტია და ახალი სტანდარტიც ასეა, მე ვფიქრობ. მადლობა ბატონო გიორგი, თუ კითხვები არ არის, საკითხი განხილულია, მადლობთ. მეორე საკითხი, საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. გამარტივებული წესით მოხსენებელი გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბატონი ზურაბ ეზუბაია. გთხოვთ ბატონო ზურაბ. მოგესალმებით, დიდი მადლობა. წარმოგიდგენთ საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს. კანონპროექტი შეეხება ფაქტობრივად გარდამავალი პერიოდისთვის გათვალისწინებულ დებულებებს კოდექსში. აქ იყო გარდამავალ პერიოდში შენარჩუნებული სოციალური რიჭრებისთვის სპეციალური რეჟიმი და ასევე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საზღვრო სექტორებისთვის სათობი შეშით მომარაგების მიზნით გათვალისწინებული დებულებები. ეს ამ დებულებებს უნდა დაეკარგა ძალა 26 წლის 1 იანვრიდან და პროექტი ითვალისწინებს გადავადებას 1 წლით, ვინაიდან ტყის მართვის ორგანოდ ჩვენი სისტემა ჯერ არ არის მზად
სტაბილურად გამართულად იმ ახალ რეჟიმზე გადასასვლელად, რომელიც გულისხმობს ცენტრალიზაციას და ასე ტყის რესურსის, მერქნული რესურსის დამზადებისა და ტრანსპორტირების უზრუნველყოფას უშუალოდ ტყის მართვის ორგანოების მხრიდან. ამიტომ პროექტით გათვალისწინებული ერთწლიანი გადავადების მოთხოვნა იმისაც, რომ მოსახლეობის სოციალური ინტერესები არ იქნეს დაზიანებული, საკითხი შეეხება სატყეო ფონდის მიწებსაც, ასევე დაცულ ტერიტორიებსაც. დაცულ ტერიტორიებსაც იგივე რეჟიმი იქნება შენარჩუნებული, რაც აქამდე მოქმედებს. რაც შეეხება მომდევნო პერიოდს, გაწმენებთ, რომ რეფორმის განსახორციელებლად სრული მზადყოფნა სამინისტროს აქვს, გარკვეულ კონსენსუსს მივაღწიეთ ფინანსთა სამინისტროსთანაც და ამ რეფორმის უზრუნველყოფის ნაწილშიც და ვფიქრობ, რომ ერთ წლის თავზე ჩვენ მომზადებული შევხვდებით ამას. რეფორმა იგულისხმობს იმას, რომ სატყეო უბნები იქნება ესე ვთქვათ დადგენილი იმ ზომის და იმ მოცულობის, რომელიც ერთი ადამიანის მხრიდან, ტყის ცველის მხრიდან შეიძლება იყოს ათვისებული თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერსონალის გამიჯვნა ხდება ორ კატეგორიად მეტყევეები, რომლებიც იქნებიან ტყის სპეციალისტები და ტყის მცველები, რომლებიც სახელმწიფო საფუძველზე სატყეო უბნების დაცვაზე აიღებენ პერსონალურ ვალდებულებებს. ეს რეჟიმი ასე ვთქვათ, შემოვა მომდევნო წლის ბოლოს, მანამდე ჩვენ რეფორმისთვის საჭირო ყველა სამეურნეო ორგანიზაციულ ფინანსურ ღონისძიებას გავატარებთ. გთხოვთ ხარდაჭერას. მადლობა, იმედია, რომ მომავალი წლისთვის რაც ვწანებთ, ეს რეორგანიზაცია უკვე დასრულებული იქნება. აქ მარტივია ერთი წლის გადავადებას ითხოვს აღნიშნული უწყება. კითხვები ხომ არ არის? არ არის, მადლობთ, საკითხი განხილულია. მადლობა. მეგობრებო, უყაროთ კენჭი აღნიშნულ საკითხებს. პირველი საკითხი, ვინ არის მომხრე, რომ აღნიშნული საკითხი უყაროთ კენჭი? მადლობა, ერთხმად. მეორე საკითხს, ვინ არის მომხრე? ერთხმად. მადლობა, კომიტეტის ხდება დასრულებულია.